გამქვეყნოთ აი 9 აპრილის მონაწილე ხარ თქვენ და მინდა გითხოთ აი 9 აპრილის მონაწილე ვიყავი 9 აპრილს ხო ეროვნული მოძრაობის ვერ გამოვედი ღამეს სიტყვით ბოლომდე ვერ ხო ეს საზოგადოებისთვის ნობელი არის აი პაატა ბურჭულაძე რომელიც 9 აპრილს სიგნალი ხალხი ცხოვრებაში არ მინახავს იმ რუსთავის არც 9 აპრილს არც იქიდან პაატა ბურჭულაძე მე ვიცავდი ხოლმე ადრე პაატა ბურჭულაძე რატო გეტყვით იმიტომ რომ ამბობდნენ რომ უმეგობროა არავის არ უყვარდა დედამისი გავიცანი ერთხელ ძალიან ცნობილ ოჯახში არჩეულებრივი ქალბატონები იყვნენ შეკრებილი და მედი ამირანაშვილი და სხვები ლია ასათიანი ხედავ ქართველი ქალები ძალიან ცნობილი და ძალიან მომეწონა პაატას დედა მაგრამ ეს შვილი არა რაღაც და მე მახსოვს რომ ვამბობდი რომ რა გინდათ მე ადამიანს რაღაც რუსთავაზე უნდა დიასმენ და ზეს უმზირა საკნატონო და მომღერალი კაცია ეხლა მე ვთხარი და თავი უჭირავს ღირსეულად და რაღაცა არ მომწონდა რომ ესე ცუდად იხსენიებდნენ ყოველთვის მოკლედ არ უყვარდათ და პატივს არ ცემდნენ უმეგობროს ეძახდნენ მაგრამ აი 90-იან წლებში ხო თუ მე ეხლა რაიმე მეშლება დიდ ბოდიშს ვიხდი მაგრამ მე მგონი არ მეშლება იმიტომ რომ ამაზე ძალიან ხშირად იყო საუბარი მაია თომაძე იყო სოპრანო ჩვენი ოპერის ვარსკვლავი ერთი და არა მარტო ქართული ოპერის ზოგადად მაია იყო ქალი რომელსაც ესპანეთში ერთ-ერთ დიდ კონკურსზე მონსერატ კავალემ დაუკრა ტაში ეს ისი რას ნიშნავს და არა მარტო მონსერატმა მაია ძალიან რთული და საინტერესო და ყველაზე მთავარი როლები ჰქონდა შესრულებული არიები არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთში და ის იყო კოლეგა ბურჭულაძის ერთ სცენაზე იდნენ და ყველაფერი. მაია იყო უზენაეს საბჭოს დეპუტატი. რა თქმა უნდა, იყო დეპუტატი და ამის გამო რა ხო ხვდებით ახლა ბატონ ზვიაც რა სიტყვებს კადრებდნენ და ახლა წარმოვიდნენ დეპუტატ ხალხს როგორ ამწარებდნენ. ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მეყნეს. ეს იყო ღირსებით სავსე ამაყი ქალი მიჩეული ვარდებს, ყვავილებს, ხო ხვდები კალათებს და უცებ ეს პაჭაჭყუნა ხალხი ვიღაცები საშინელ სიტყვებს კადრებდნენ. და ერთი პერიოდი იყო გასული უცხოეთში, მე აჭარაში იყო იქ მღეროდა ასლან წაიყვანა, ასე ვთქვათ, მიიწვია. და დაავადდა იცი მაია ამდენი შეურაცხყოფისგან, ამდენი უსამართლობისგან და კიბო გაუშვდა სიმსივნე და სთხოვა პაატა ბურჭულაძეს დახმარება და პაატა ბურჭულაძემ უპასუხა რომ მე ერთი ვარ და თქვენ ბევრნი ხართ ანუ თვითონ იყო ერთადერთი და განუმეორებელი და მაია თომაძისნაირები იყვნენ ძალიან ბევრნი თურმე და რამდენი მაია თომაძე ყავდა საქართველოს როგორ მაინტერესებს ანუ ეს კაცი არა კაცური ნაბიჯებით მე ნახე რა რუსეთის იმპერიაში ბევრ ქართლს უმსახურია და მართლაც ძალიან დიდი საქმეები აქვს ქართველებს რუსეთში გაკეთებული მაგრამ იშვიათად რომ ვინმე თქვას მე რუსი ვარო და ის ამბობდა მე რუსი ბანი ვარო პირდაპირ პუტინის უმღეროდა 24 საათი და კარგი რა მართლა იმ წერეთლის არ იყოს რაც მაგ წერეთელმა პუტინი საერთოდ გამოაქანდაკა